საქართველოს პირველ არხს ახალი მისამართი აქვს და სწორედ აქედან ვიწყებთ ახალ პროექტს, სახალხო პროექტს, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ხალხური ქვია. დავიწყო? აბა, გვაინტერესებს რა ხდება, ვინ მღერის, ვინ ცეკვავს. ანსამბლის სახელი? აბა, მოყევით თქვენ ანსამბლზე. კაცუნა დოლის დაბრა არ უყვართ ქურლებს. ზესტაფონიდან ხარ? მნიშვნელოვანი რო არ იყოს. ამდენი ანსამბლი აქ არ მოვიდა. სადაც ჩავდივარ, ვამბობთ, რომ აი ეგეთ მაგარ ადგილას არ ყოფილვარ და მართლა ეგრეა და არ თავდება ეს ჩვენი გაოცება და ეხა აი ამ ხედზე რა უნდა თქვა ადამიანს? მოწრება ამათ. მე ამის ყურებით ვიქნები ბედნიერი და ვისიამო. ესენი არიან ახლა ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლები. ეს პროექტი უნდა გახდეს პლატფორმა ხალხური შემოქმედების. სიმღერები გველის საოცარი. არის აჟიოტაჟი. ჩვენი საუკუნის ისტორიული მომღერლები არიან. ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ინახავთ თქვენ კულტურას. ვინახარ ვინიარები. ვანაირი ხმა აქვს, საიდან მოსდის? ვინ მოიფიქრა ამ პროექტის სახელი მე არ ვიცი. ხალხურია, ჩემი როგორ იქნება? უნდა რომ ჩამჭრას. მალე თქვენ საოცარი შოუს მნახველი გახდებით. აბა ეს არის პროექტი, რომელიც გაერთიანებს მთელ ერს, ეს არის პროექტი, რომელიც გაგვაცნობს და შეგვაყვარებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავის სოფელში, ქალაქში თუ რეგიონში აკეთებენ ყველაზე მნიშვნელოვან მთავარ საქმეს, ემსახურებიან ნამდვილ ქართულ ტრადიციულ მუსიკასა თუ ცეკვას. ესე იგი ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, თაც, ბარს, ყველაფერს, ყველა კუთხეს და მოусმენთ ყველას, ვინც მოვა და რაც თავარია, მოусმენთ კი არ მარტო კი არ მოусმენთ, ნახავთ ცეკვებსაც. ქორეოგრაფიული მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს ავთენტური ნიმუშები, რაც ხალხშია, რაც პირველ წყაროა, რაც ნამდვილია, წამოვწევთ წინ ყველანაირად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება ფართო მასებმა ნახონ ეს შემსრულებლები, იქნება ანსამბლი, ინდივიდუალური შემსრულებელი თუ ოჯახი, ვთქვათ, იგივე მომღერალი და მოცეკვავი. მოგეხსენებათ, ხალხში სიმღერა და ცეკვა განუყოფელია, სადაც არის სიმღერა, იქ არის ცეკვა და სადაც არის ცეკვა, იქ არის სიმღერა. პროექტი იკვლევს, პროექტი ეძებს. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვლევაში ჩვენ აღმოვაჩენთ ძალიან საინტერესო ნიმუშებს, რომელიც შეიძლება იყოს მივიწყებული, შეიძლება იყოს პირიქით ახლად შექმნილი რამ, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. მაქვს მოლოდინი იმის, რომ ბევრ არაჩვეულებრივ კოლექტივს მოვისმენთ ახალს და ის სინამდვილე, რაც ხალხურ მუსიკას და ხალხურ რაც ფოლკლორს აქვს, აი ამას იხილავს მაყურებელი, ამას აღმოვაჩენთ ჩვენც და ეს იქნება მთავარი პლატფორმა ხალხური შემოქმედების, ვინც ემსახურება იმ ადამიანებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხებათ რეგიონებს, რომლებსაც აი ამის საშუალება ასეთი სცენის ამდენი კომფორტიც არ აქვს და აი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი მაქსიმალურ კომფორტში ვამყოფოთ. იმედი მაქვს, რომ ეს ექსპედიცია გაამართლებს თავის მიზანს და ჩვენ ვნახავთ მთელი საქართველოს მასშტაბით თუ როგორ ვითარდება, ან როგორ არის შენარჩუნებული ძველი და ახალი. ახალი რეპერტუარი წამოვა. ჩვენ ვიცით ერთი ჩაკრულო, ერთი მრავალჟამიერი. მე ვამბობ ზოგადად, რაც ხალხმა ძირითადად იცის, თუმცა ახლა ჩვენ გავიცნობთ იმას, რომ ყველა რეგიონს, ყველა სოფელს თავისი მრავალჟამიერი აქვს, თავისი ჩაკრულო და ერთი მეორეს არ ჩამოუვარდება. დიდი მოლოდინი გვაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგ და მრავალ საინტერესო ნიმუშს წარმოგიდგენთ. ეს იქნება პროექტი, სადაც მაყურებელი ხალხურ შემოქმედებას სხვა სიღრმით გაიცნობს და სხვა ელფერით შეიცნობს. მოვივლით მოკლედ როგორც გითხარით საქართველოს და ავარჩევთ 40 ყველაზე ჩვენი აზრით ყველაზე კარგ შემსრულებელს, რომლებიც გადავლენ შემდეგ ეტაპზე და უკვე მონაწილეობას მიიღებენ ცოცხალ ეთერებში. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ ახლა ყველანი მივდივართ ექსპედიციაში, დავიქსაქსებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გაამართლებს ჩვენს იმედებს, იმიტომ რომ ეს ხალხური პროექტია. აბა წავედით. წავედით.
დუშეთში ჩამოვედით მეგობრებო და ძალიან ისეთი სიტუაცია, თან სიმშვიდეა, თან სიგრილეა რაც თავარია და პლუს კიდე ცოტა სადღესასწაულო განწყობაც არის, იგრძნობა, ჯერა დაწყებულა ყველაფერი, მაგრამ უკვე იგრძნობა რომ რაღაცები მოხდა. აი ნახეთ რა კაი ფოტოები დაგვახვედრეს. და ქალბატონ ქეთი ციკლაურს გავესაუბრებით ახლა, რომელიც არის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის უფროსი. და აგვიხსნის ქალბატონო ქეთი. აბა რა ხდება, რა ფოტოებია ესენი? ძალიან ვატყობ რომ ჩვენი თემასთან არის დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია პირველ რიგში ხალხური სიმღერასთან. აქ წარმოდგენილია ერთ-ერთი პირველი ანსამბლი და მე აი ამ ანსამბლში მინდა ბატონი ილია ზაქაიძეც ილია ზაქაიძე უთხრათ ხალხს მაინც ვინ იყო? ილია ზაქაიძე საქართველოს სახალხო არტისტი, ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებელი. რაც თავარია, ბატონი ილიას ხმა დღესაც კოსმოსში დაფრინავს. კოსმოსში ჩაკრულო, რა თქმა უნდა. ჩაკრულო კოსმოსშია, ჩაკრულო, აი ვინ მღერის ჩაკრულოს კოსმოსში. აი ეს შესანიშნავი ფოტო. აბა რომელი? როსტომ საგინაშვილი. აი ეს არის ილია ზაქაიძე როსტომ საგინაშვილთან ერთად ჩაკრულოს შემსრულებელი. მიშა შენ სხვა არის ცნობდი ბატონ ილია? კი როგორ არის, ნუ შევხედრი ვარ ახლა ჩემს უფროსი. ჩვენს გარდა ყველა იცნობს. მე აღარანა, თუმცა მაშინ პატარა ვარ. აი სხვათა შორის ესეც მამის ჩანაწერი არის ლია ზაქაიძე და ბატონ ნუგზარ კურცხალია. ესეც უკვე ერისიონის შემადგენლობაში არიან. ჰამლეტ გონაშვილის ეპოქა ხო დაემთხვა? კი როგორ არის? ანუ ამხელო ერთად სიმღერა დაემთხვა მაგათი სახელმწიფო ანსამბლში. უბრალოდ მე ჰამლეტი წავიდა რუსთავში. ძალიან გაგვეხარდა რომ დუშეთი აირჩიეთ აი ამ რეგიონულ ცენტრად. დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა თქვენ. აი ხნა კარგია. გარგარი გურირი გურგარ გარგა დაუგარი. ეხლა კარგია. ჩვენ ვართ დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ქალილო და მონაწილეობთ პროექტ ხალხურში. რა ნომერი ვართ? 453. ოჰო. დათო, რატო გადაწყვიტე მონაწილეობა? შევთვის გამოცდილება. ხო? კიდე გამოცდილება გინდა, მთელი სოფლიო მოვლილი გაქვს. მოვატარე მთელი სად იყო კვარაცხელი და ჩაკვეტადი, ამა რო გააცნო მთელი საქართველოს მთელ სოფლიო. გასაგებია, მაგრამ სწავლას იბერემდო ხო გაგიგე? კი, ხო და ეგ მომწონს შენში რომ არ ჩერდები. შევარჩიეთ მთიულური სიმღერების პოპური. ტექსტი ვისია, ეხლა ნახე ჩვენ ყავს კონსულტანტების ჯგუფი ჩამოყვანილი. ხო. უძლიერესი. ხალხურია. შენი ხო არ არის მეტი? არა, ჩემი როგორ იქნება? ეს ხალხურია. ეს ცეკვა სადაც იქნება. ცეკვა სადაც იქნება. ცეკვის სპეციალისტს აკეყვავს ჩამოყვანილი. ხო და ვეცადე რომ იმ სპეციალისტმა შენიშნა არ გვითხრას. ნახოთ აბა. შეაწუხე აგარეგულია სატრაფობეც ამაყავს შორს და აი ტემბრი აქ რაღაცნაირი გულში ხდება. მე შენსავითო თუ შურს სევდას აუცილებლად აბავენ მე მხიარულს. ორო არ დაფცეს, აჰა. ეს ხალხური მინიმალური მოძრაობით რო არის ავთენტური. ცოტა ასაკით პატარა რო იყო შევარდებოდი რა. ესე რომ ხელი უჭირავთ, ეს არის სანთელი. აი ეს რაღაც რიტუალური ამბებია. აბა, ყველაფერი რიტუალებთან არის დაკავშირებული, მთაში განსაკუთრებით. იმიტომ მიყვარს. ეს არის ანსამბლი კალთა
აზბეგიდან არის ეს ხალხი. ნახე, ბავშვი მოიყვანეს. 7 თვის არის, ხო? აჰა, რა ვქნა მე? შევავსებინოთ ბავშვსაც რეგისტრაცია? იცის წერა? კი. კაი. ეს არის პატარა თეკლა 7 თვის, ერთად მოვედით, ერთად დავდივართ ყველგან, ყველა კონცერტზე. ძალიან ჭკვიანია. ვერც ვიგებთ რომ თან ყავს. ჩვენ ვართ ყაზბეგის კულტურის სახლთან არსებული გოგონათა ანსამბლი კალთა. ვართ ძირითადად გოგონები, ასაკის დინამიკა საკმაოდ ფართი არის. ყავს 18 წლის, 17 წლის, ყველაზე უფროსი 35 წლის. ეხლა წავედით, აბა სცენისკენ. ჩვენი მიზანი არის მოხეული ფოლკლორის საზოგადოებისთვის გაცნობა და უფრო მეტად პოპულარიზაცია. ხეთეკლა. ფორმა რატო არ შეუგელეძა მან? კაი იქნებოდა. მინდორჩი ვიყავს სწორებო. მინდორჩი. მინდორჩი ვიყავ. მინდორჩი ვიყავ. მინდორჩი ვიყავ. თქვენი ხმარო მამდიოდა. თქვენი ხმარო მამდიოდა. მეიქრა გამაჩერებდა. ჰალალო მეიქრა გამაჩერებდა. ქალავ გუშინ და გუშინ წინ. საყვარელი გოგოა ის ძალიან. დედაერაზგი ჩავრდებოდა. ის როგორი მზესავით გოგოა. ორივე კარგები არიან ძალიან. როგორ ხასიათშიც ეყვავენ? სიცილია, თავარი სიცილია. მე მივხვდი მაგას რა. საერთოდ როცა მაყურებელი გიყურებს, უნდა მიხდეს, რომ პირველ რიგში შენ ხარ ბედნიერი, იმით რასაც აკეთებ და მე მაყურებელიც ბედნიერია. კარგია. დაში, დაუ. ეხლა კმაყოფილია ორივეთან. ის და პატარაც. აბა გოგოება შესანიშნავი. ბრავო, მართლა ბრავო. აი ძალიან კარგი. ბავშვები მშვენიერი, შესრულება მშვენიერი, ხასიათი კაი, კოსტიუმები კაი, რა ვქნათ? მინდორჩი ვიყავ სწორებო. კაცები სიმღერა მაინც. მაგრამ მე ფერხუთში გადადის და ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. სეკვითად ქალბატონი თავი აღსაუნებული დარჩა ჩვენი. ძალიან დიდი მადლობა რომ შანსი მოგვეცით, რომ ეს მოხეული ძალიან უცხო საზოგადოებისთვის სიმღერები. პირიქით, ძალიან კარგი, რაც უფრო ეს იქნება. უცხო იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. ისტორიისთვისაც, ქვეყნისთვის, ყველაფერთვის ძალიან კარგი. მომავალი არ დაგვაუწეს, აგერ არის თეკლა. წარმატებები, უგლესი მადლობა. მადლობა. აბა კიდე ერთი რეგისტრაციის დრო მოვიდა. მაია მამსილაშვილი, ხო სწორად? დიდი ხანია მღერი ხარ? დიახ, ბავშვობიდან მღერი. თაში ვარ დაბადებული და გაზრდილი. და რა ვიცი, მღერი და მიყვარს სული და გულით ქართული ხალხური სიმღერა. ჩემ ხმაში ზის ეს სიმღერები რატომღაც ლელა თათარაძე ასრულებს ამ სიმღერას და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა არის ხვარამზე. ლაურეატი გავხდი პირველად ამ სიმღერით და აი ძალიან მიყვარს ლელა შემოქმედება, ამიტომ გადავწყვიტე რომ მემღერა ეს სიმღერა. აბა წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. მოგისმენ ახლა ვატყობ რომ კაი რაღაცა გველის. წარმატებები. მადლობა. აბა პროფესიონალები ჯგუფი სად არის? ონისე. დიახ. მოგვიყევი აბა ვიცი მაიაზე რამე ის კონკრეტული. მაია. მე ვიცი მაიაზე, ძალიან პატარა ასაკოდან ვიცნობ ამ გოგოს. შენ როგორც ყველა ბავშვი მაიამაც ხელში გაიარა? არა, ჩემ ხელში ნაკლებად, მაგრამ ჯეოსტარში იღებდა მონაწილეობას და ეს არისო მისი პროექტი. ეს ხო არის მისი პროექტი? ხო, აი ახლა მე მგონი მოხვდა იქ, სადაც უნდა მოხვედრა. ვატყობ რომ კარგი რაღაცა გველი ინფორმაციით რაღაცა საინტერესო უნდა იყოს. ნახოთ. თუშური სიმღერებია, ხო როგორც ვიცი? ლელა თათარაძის რეპერტუარია ძირითადად. ჩემი საყვარელი მხარე და სიმღერები. ვინახარ ვინიარები ლაღო მაგლაღის ხენი რამიატირო ავსრადარ შამაიბრუნებ ყანასრად მამკევ ცრემლითა თავსრადარ შამაიბრუნებ ყანასრად მამკევ ცრემლითა ვერცხლის თასადამც მაგცია, როგვინით აგევსებოდე.
დაფერილი მკნაწითლა და შაქვსვამდი შაგერგებოდე ძალიან დაწუხებულ საქსაზე და ჩაგეყრებოდე შაგეყრებოდე ძალიან დაწუხებულ საქსაზე და ჩაგეყრებოდე აროდეს გაგეყრებოდე ვინახარ ვინიარები ლაღომაგალაღის ხენითა ბრავო შეიძლება რომ ყავდეს ჩემი ფავორიტი მოდა აი მაია გახდა დღეს ჩემი ფავორიტი აი ოჯობა წამოდით ახლა კაცო მარტო მე ხო არა ვარ შენ სულ ესე მღერი ხარ თუ დღეს განსაკუთრებულად მოინდომე აი გვაინტერესებს მეტი აღარაფერი პირადად ბავშვობიდან მღერი დიახ ძალიან მიყვარს დიახ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხალხური სიმღერა იცნობრელად ახლა კარგად არ ვიცნობ ანუ მე მგონი კარგად უნდა გაიცნო მე მგონი ის დრო გავასწრე მისი რეპერტუარი ძალიან მიყვარს და ამიტომ სევდა რომ იგრძნობა ადამიანში ვერად ხო თვალები სევდიანი თვალებია ეს არ არის იმიტაცია ეს არის შესრულება იმიტაცია იმიტომ რომ მოწონს ეგ სიმღერები რომ თვითონაც ეგეთ ხასიათისაა აბა გილოცა მაინც აბა შენიცებს და აქა ვარ და დაგეხმარებით ყველანაირად თეთრ შეგვიძლია ამარ აბა ცეკვებს არ ელოდებოდა და სპეციალურად გუშინ დავრეკეთ და ორი ცეკვა მომაზრდებინეთ. ეხლა გაინტერესებს როგორ მოასწრეს. ძალიან ორგანული იყო ამ სიმღერებთან და აი ეს ავთენტური მოძრაობების ხილვა ყოველთვის განსხვავებულია სხვა სასცენო ქორეოგრაფიისგან და ყოველთვის სასიამოვნოა. კარგები იყვნენ ძალიან. ეს უკვე ნიშნავს რომ ჩვენ რაღაც წინ მივდივართ და ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებთ. ძალიან. და იმედი მაქვს რომ ასე გამოჩნდება კიდევ რაღაც. თუმცა ყველა მონაწილე ძალიან კარგი. არა, მეც ყველა მომეწონა სხვათა შორის, ვერ ვიტყვი რომ რაღაც. კაია, კაი, დავისვენე სულიერად, მე ვიფიქრე დავიღლებოდი, მაგრამ ნურას უკაცრავად მანანა. პირიქით დავისვენე აქ. პირიქით. ჩვენი წამყვანი არა უნიშნავს ესე. ნუ ეხლა მაგაზე მე იქნება მოგვიანებით საუბარი საერთოდ სხვა კაბინეტებში. ასაგე. ეს არის ანსამბლი ჩაკრულო, ხო? ანსამბლი ჩაკრულო. წარადგენს კახეთის რეგიონს. ვანაირი ხმა აქვს, საიდან მოსდის? აი ეს ხმა. Сумасшедшая. მოდი, სუნთქავენ ვერ მიხვდები. ერთია. სადიშლე ზოლიქ სადახარ? წამოდი. გაგაცნო კაი ხალხი. პირველ რიგში დიდი მადლობა ხალხნო. აი, წარდგენაც კახეთის ესეთი. მადლობა რასაც აკეთებთ იმისთვის და იმისთვის რომ ჩაკრულოს აღდგენა დაიწყო. იმ ეთნოგრაფიული გუნდის, რაც აგერ თითქმის უკვე 100 წლოვან ისტორიას დაწერს. საერთოდ ჩვენ ვართ ავთენტური ტიპის ანსამბლი, უფრო მეტად, იმიტომ რომ ისედაც ხასიათი, კახელები ვართ და ხასიათით როგორ ვართ. თუ არა ვართ ისეთ ხასიათზე, შეიძლება მაინც და მაინც ვერ ვიმღეროთ ხოლმე, მაგრამ თუ ხასიათზე მოვედით ძალიან ამაგრა შეგვიძლია ვიმღეროთ.
ეხა ხასიათზე იყავით თუ ვერა? აი საშუალოდ რა. ხშირად დავდივარ კახეთში და ბევრჯერ სტუმრებით ჩამომიყვანენ და ყველას უცხოელები. ყველას აინტერესებს რომ ჩამოდის სიმღერის მოსმენა. ეგეთი ადგილი არ არის კახეთში რა, რომ აი მიხვიდე, სტუმარი მიიყვანო, ეს რომ მოასმენინო ეხა სტუმრს ასეთი ოფიციალური ესეთი ადგილი არ არის, თუმცა თელავს დიდი ტრადიციები აქვს. აი მე რაც დავიმახსოვს, თელავში ყველა მომღერალი მობილიზებული იყო, რომ სტუმარი სიმღერის გარეშე არ გაეცილებინა. ხო და რა ვქნა, სად მივიყვანო ეს ხალხი? ან სამჩაკრულოს უნდა ასტუმრო. ჩვენთან უნდა მოიყვანო. სახში მოგაყენოთ პირდაპირ? რა თქმა უნდა. ნუ აი ჩავიწერ ეხლა მისამარს და მე მაგათ გონიათ ვერსიაშინებ გამოცდილია. დიდი მადლობა. ეს იყო ანსამბლი ჩაკრულო. მე მგონი ეს იყო არასაკონკურსო შესრულება დოლი კროიცოდე. მე არ დამიწყო ბევრი კითხვები. იცის ხოლმე მე რეკავს და მეკითხება. კონკურსში არ მონაწილე, უბრალოდ პრეზენტაცია გააკეთეს კახეთის ტურის. ჩვენი ექსპედიცია გრძელდება და რაში მდგომარეობს საიდუმლო. საიდუმლო კი არა, საოცრება რომ სადაც ჩავდივართ, ვამბობთ რომ აი ეგეთ მაგარ ადგილას არ ყოფილა და მართლა ეგრეა და არ თავდება ეს ჩვენი გაოცება და ეხა აი ამ ხედზე რა უნდა თქვას ადამიანს საოცრებაა და ალბათ ყველა ძალიან ბევრმა თქვენგანმა იცანით კავკასიონის ხედი, თელავი, ნადიკვარის პარკი, დათო ნახე რამდენი მონაწილე მოვიდა. ერთი რომ რამდენი მოვიდა და მეორე როგორი მონაწილეები მოვიდა. აი მაგას შეგავიწყოთ. ყველას უნდა გითხრათ რომ აი ჩვენი საუკუნის ამ პერიოდის ისტორიული მომღერლები არიან. ხო. რამდენიმე კიდე ამ ისტორიიდან სხვა ისტორიას რომ გააგრძელებს და ისტორიას დაწერს და ერთი-ორი ვიცან. მათ შორის იგივე ადამიანები წინა ისტორიასაც რომ ყარათ არიან ჩაჭედებულები და ერთიანად ხიდს აკეთებენ. აი ესეთი ადამიანები არიან და მათზე დგას გულწრფელად ვიტყვი მთელი კახური სასიმღერო მუსიკალური ფოლკლორი. ეხა რა ხდება, იცი რომ ბევრგან სადაც ვიყავით, მღეროდნენ სხვადასხვა კუთხის სიმღერებს, იქაურები. აქ მარტო კახურები იქნება. აქ მარტო კახურები იქნება და ჩვენ საუბრობდით და ისე რამდენიმე 10 წლეულის წინ, ხო, ეს იყო ქართკახური სიმღერა. მერე ცოტა ახლოს, როცა უკვე ჩანაწერები და მეტი ცოდნა წამოვიდა ეთნომუსიკის მიმართ, უკვე ქართლი და კახეთი გაიყო. და ახლა უკვე ყველა თავიანთ კილოს ღერის, ყვარლის კილოს, შილდის, გურჯაანის, თელავის, ანაგის, სიღნაღის, საგარეჯოს, რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო და ყველას თავისი მარტივად იცნობა. იმდენად აი ამ ბიჭებმა განავითარეს და მათ შორის უნდა ითქვას, რომ აუცილებლად სათქმელია. საკმაოდ ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ ასეთი ღვაწლი ქონდეთ. იშა რა სიტყვაში? იმიტომ რომ რასაც შევხედე ახლა, ვინც არის ჩამოსული, ხო, ესენი არიან არხოთ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლები, არა მხოლოდ კახურის, მაგრამ კახეთში. თბილისიც მათგან სწავლობს. კი ძალიან ბევრს. აი ხა პატარ-პატარა კუთხებში რეპეტიციებს გადიოდნენ ბაღში და ისეთი ხმები ისმოდა. მე და მანანა ვიჭეკი და მანანა გაყვებოდა ხოლმე ვიღაცის ჩახვევას, იმიტომ რაღაც საოცარ რამეებს აკეთებდნენ და ფაქტია რომ ხმამაღლა ღუღუნი როგორ შეიძლება? ყვირილი კი არა, ხმამაღლა ძარღვიც რო არ ეკარგება, ოღონ შიგნით როგორ ადუღებს აი ამ სიმღერას ნახე. ესე იგი, მოდი რეზუმეს გავაკეთებ რა პატარა ძალიან რომ ამინდი მშვენიერი ადგილი საოცარი და სიმღერები გაიხედეთ გველის საოცარი და დავიწყოთ ახლა ცეკვები. ნუ ორი ცეკვა. ნუ მაგაზე თამარცალკე დაველაპარაკოთ. აი წამოიხარ დავიწყოთ საქმე თორე იქ მე გზა ისა ესა. მოგესალმებით. ჩვენ ვართ გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანი. როდესაც გამოცხადდა ეს კარგი პროექტი ხალხური საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რა თქმა უნდა, სურვილი გამოთქვა ანსამბლმა ჩვენ ყველამ ერთად რომ გამოსულიყავით ამ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს თითქმის ახალგაზრდა შემადგენლობა ამ ანსამბლის, ჩვენ გვყავს კიდევ წევრები, უფრო ასაკიანი წევრები დამსახურებული ხალხი, მაგრამ ეს შემადგენლობა ნაწილზე მეტი ჩვენს ბავშვთა გუნდში გაზრდილი ახალგაზრდებია, რომლებიც დღეს უკვე ღირსეულად აგრძელებენ იმ ტრადიციას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. წარმატებები. მადლობა. ნახვამდის. აი მე დედა მოვიკლავ თავს.
მამასა ეს არის ანსამბლი გურჯაანი. მოკლედ გაგვაგიჟეთ რა. ამ გურჯაანელმა ხალხმა თელავში მართლა ჩაატარა. ფოთაშორის ანაგიდან არის. მაგრამ გურჯაანის საერთმა გამოსწია. აჰა. ეს ისე მითებითად ის თორე თელავის და გურჯაანის შეხვედრა. ვიცი. მეგობრულია. ვიცი, ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს. აბა, მადლობა. კარგად იყავ. მადლობა ხალხო. გამარჯობა. თქვენ სახელიგვარი? ჟანა ხანჯალიაშვილი. ჩვენ ვართ თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ართანა. ჩვენ მღერივართ როგორც კახურ სიმღერებს, ასევე სხვადასხვა კუთხის სიმღერებს. თქვენით კარგად. წარმატებული ნახვამდის. სოფლელი იმას რა ბარიტონია. ახე როგორი ტემბრით მღერი. მაგას ვამბობ რა. და თან რა ხალისი. მე ვერ ვამბობ. გამარჯობა. სახელიგვარი? ხოჩა ბიზინაშვილი. ჩვენ ვართ ბიზინაშვილების საოჯახო ანსამბლი თელავიდან. არასრული შემადგენლობით ვართ. აქ ვართ სამი ძმა, ჩვენი შვილებით. ეს არის ჩემი მეუღლე, ჩემი სამი შვილი, ბეკას ორი ბიჭი და უჩას ორი გოგო. ორი პატარა ყავს კიდე სახში დატოვილი. აქ ყავს ყველაზე პატარა წევრი, გაბრიელი, რომელიც უკვე მეორედ გამოდის ფაქტობრივად ესე კონცერტზე. ისე სულ პატარაობიდან მღეროდა, მაგრამ ამ ბოლო დროს გადადგა ნაბიჯი და დადგა სცენაზე და მას შემდეგ სულ ჩვენ გვერდში არის და ყველა კონცერტზე გვერდში გვიდგას. დედა რა მაგარია. ერთი პერიოდი გავვრცელდა თუ ნახე. ვაცარა ხუთა. გოგო რო იწყებს. გოგო აიგენი არიან. და ეს პატარა იზა. ალინო. მე შენკენაც. მაგარი გოგოა. ბავშვი ტყუილ არ მღერის, ტყუილ არ დგას. აი ის სულ პატარა რომ მღერის. პირველი ხმა გლიჯავს. ანსამბლის სახელი? ხორნაბუჯი. ხორნაბუჯის შემადგენლობა არის 13 მომღერალი ვართ. დაფუძნება და დაარსება ანსამბლის არის დაახლოებით 35-40 წლის იმას განმავლობაში. აი ამ პერიოდში თulis. აი მოვეთ აქ რომამდე. ეხლა ეს ახალგაზრდები შემოგვიმართნენ, ეხლა ესენი თქვენ თავის სიტყვას და ასე გაგრძელდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზამთარი
გატრიალებს. ოლიკ მოდი. ეს არის ანსამბლი ხორნაბუჯი, ხა მივიდეთ და გავესაუბროთ. მალე დაამთავრეს და ძალიან კარგია ეს დამთავრება, რა იქ ასულები. ზევით. აბა რა რაღაცა. ხო, არ არის ხო, წესით ესე მთავრდება სულ. სადაც ხო. ვარიანტულობა. მელიზმის ფორმა და ფაქტურა და ერთმანეთთან შემღერების ამბავი. ვინ როგორ ემღერება? ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირველმა დაიწყოს და მეორე დაეწიოს, გააჩნია მომენტს რასაკეთებს და კიდე ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა. ბოლო პერიოდში მე თბილისში აღარ აკეთებდნენ ამას თბილისური გუნდები და სულ გული მწყდებოდა ძველ ჩანაწერებს რო უსმენ ბანიც ახლოს. ჩამბარა აუცილებელი ეს იყო. მელიზმს აკეთებს ბანი. სხვა დუღაბით ჩამოდის ქვევით და რა ჰო და 20 არა აქვს. ხმოვნებს აყოლებს. აი ოს ქვეშ მღერის ყველა ხმოვანს მიყვება რა და საერთოდ სხვა ეფექტი აქვს ეგრე ნამღერ ბანს. უფრო ჰარმონიულია ანუ არ არის შორს მდგარი იმ დუეტთან. იმათ თუ რაღაც ღია ხმოვნები აქვს. საფუძველი არ არის, იმასთან ერთად ღერის ისიც რა. კი, და დინამიკას ბანი ქმნის და კიდე ერთი რაც უნდა ითქვას, მე ეხლა ჩვენი თაობაც და უკვე ჩვენ წინა ათეულობით წლობით თაობა იზეპირებდა ბანი სად ადიოდა და ჩადიოდა. და ორიგინალში ესე არ არის. ის მეორე და პირველი ქმნის კადანსური ისეთ ტანდემს, რომ ბანი ავტომატურად გადადის, სადაც უნდა გადავიდეს და არა ის რომ ახლა ტერცივით უნდა ახვტიან ჩამოხვტი. ანუ გრძნობს, მანამდე უნდა შეიქმნას ის პირობა, რომ ბანი გადაემღეროს და გადმოემღეროს. კონცერტები თუ გაქვს? ერთი კონცერტი აუცილებლად გვაქვს ხოლმე წლის შემაჯამებელი კონცერტი. არა, თელავში თუ არა, დედოფლის ხაროში. დედოფლის ხაროში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებშიც ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ აქცენტი გვაქვს თავარი გაკეთებული რაზე, რომ აი სკოლებში ვატარებთ ხოლმე კონცერტებს და მაგარი საქმეა. მომავალ თაობას რო გავაცნით ჩვენი კულტურა. ძალიან კაი, წარმატებებს გისურვებთ ხალხო და აბა დიდი მადლობა, ყველა ძალიან მოიწონეთ და მადლობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით ბევრჯერ ერთმანეთს. ეს იყო ანსამბლი ხორნაბუჯი დედოფლის წყაროდან წარმატებები და შევხვდებით ერთმანეთს. ანსამბლის სახელი? ანსამბლი ნანინა. ანსამბლი 18 წელს ითვლის, რაც ჩვენ ერთად ვართ შეკრებილი და ვღერთ. ჩვენ ზუსტადაც იმიტომ ვარსებობთ, რომ სმენელამდეს მივიდეს ეს ჩვენი გულიდან ამოსული, რასაც ჩვენ ვღერით, აი ამ კეთილშობილი საქმეს ვემსახურებით ძალიან დიდი სიყვარული და მონდომებით. წარმატებები. ნახვამდის. კარგად. აბა, როგორ ახართ, გოგოებო? მადლობა. საიდან ხართ? თელავი. თამარი არის ქორეოგრაფიის დედოფალი. სასიამოვნოა. ხო, არა, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ საასიმღერო ნიმუშს ახლდა ფერხული. ქორეოგრაფი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ანუ ქორეოგრაფი ცალკე არ ყავთ, თქვენ თვითონ აკეთები გაქვთ. აბა, დიდი მადლობა ხალხო. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. სულ ცეკვა სიმღერაში გაატარეთ დრო რა. სასიამოვნო იყო, ნახვამდის.
გამარჯობა სოლიო. გამარჯობა. ანსამბლი ბერიგაცერი. ავიცი მე ვიფიქრე რომ მაინც და მაინც ხალხური რო ქვია, ჯობია რომ ჩემი ანსამბლი გამოჩნდეს რა. მე უცვლელი წევრი ვარ ამ ანსამბლის. შალიკო არის ბორაშვილი უცვლელი წევრი და მე შემოსრებული ჩვენ მოხუცები ყვანდა გუნდში ძალიან ანთადრად 80-90 წლისები. აღარ არიან ისინი და ახალგაზრდები მივიღეთ რა. გავა ახალგაზრდავთ უფრო ცოტა. წარმატებები ნახვამდის. აბა მნიშვნელოვანი რო არ იყოს. ეხლა ამდენი ანსამბლი აქ არ მოვიდოდა. ქართველები ვარ და თუ ქართული ხალხური სიმღერა არ გავიტანეთ და ვიღაცამ არ დაინახა როგორც წესია ჩვენი არ გაიგო ჩვენი სიმღერა რა ფასი ექნება მაშინ. ესენი არიან კაკაბელი ბერიკაცები. ესენი მღერიან ხა გარეკახურ მაყროს. მაყრულია. ოღონდ ეს არის გარეკახური. ხმა ჩაეხლიჩა და ნერვიულობს. აი მე რა საყარელია. Bravo! Ara! Cali. Vabino gominelli unai mando ciao. საჭიროა რა. დალი, წაიღე თქვენი. არა, საბოდიშო. მე რო ვიქნები თქვენი ასაკის ნეტა უმღეროდა, იმედა რომ ვიცი ესენი. კარგით რა, აი არაფერი. ჯანზე ხარ და კარგად ხარ. ეს ნახევრად გურჯაანული ვარიანტი სად ნახეთ ის მითხარ? ეს რომ და გავიაროთ ახლა იქით ვარ. აი ყოლექტივი ეს ვარიანტი არის ყველაზე კაი ვარიანტი. არავინ არ ამღერა. დათო, გაგვაცანი, გამაცანი ეს ხალხი. ეს ხალხი არის ბერიკაცები. მე ამათგან სიმღერებს ვსწავლობდი, იმიტომ რომ იშვიათი ხასიათით ვღეროდნენ და კაკაბეთიდან ხართ ხო? შაშვი კაკაბშიც ისე. შაშვი კაკაბშიც კაკაბეთიდან იყო ერთ-ერთი მომღერალი. დიდი სიმღერა, დიდებული. თუ მეორად მოხდით, შაშვი კაკაბს გიმღერეთ, თუ ჩვენ ვარიანტი როგორც წესია. ზევით რომ ის. აი ზუსტად იმას და აი მაგას იმ აშლით არ მღერიან. ვერ მღერიან, უჭირთ ხოლმე მე და კაკაბელებს შეეძლო. აბა წარმატებები, დიდი მადლობა რომ აბა კარგად იყავით. მომავალში ესე იგი იბძანით რა ხდება ახლა? ესეთი კაი სახელი ამ ვინ მოიფიქრა ამ პროექტის სახელი მე არ ვიცი, მაგრამ ხო, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ მაგარი სახელი ქვია, ხალხური მაგარი სახელია. ნახე? ხალხური ქვია, მაგრამ რა ქვია, ამდენი ხალხია მოსული. უფრო მეტ ხალხურა. გააპარულა. აბა რა იქნებაო და აიო. გააპარულა. ანსამბლის სახელი? ხარება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ხარება, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით 15-14 წლის უკან, მოდიოთ ქართულ ხალხურ სიმღერას ვებსახურებით. რა თქმა უნდა, ძირითადად ჩვენ რეპერტუარში არის ქართული კახური, მაგრამ აუცილებლად სხვადასხვა კუთხის სიმღერებიც აქვს, ვიღებთ მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალზე, სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ. უღრმესი მადლობა მაყურებელს, უღრმესი მადლობა ჩვენ თელაվել ძმებს გურჯაანელებიდან და რა თქმა უნდა თელ საქართველოს თელ მონაწილეებს და ყველას. და რა თქმილად ჩვენია. Uplis vali shikteriales nam galo chemorginao modit nache tu angerat nam galo chemorginao aralida khalalo nam galo chemorginao ay kana sabardo aruda aralida khalalo aralida genatsale herioda Zurmuchto Herioda Herioda Igor Khasimis marjena Herioda Tesa mogiqvanao Herioda
მშვენიერ სოლისტია. ანსამბლი შემოძახილი დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ვარდთა უფრთხილდებით და მღერით და ესე იგი ვცდილობთ უფრო პოპულარული გავხადოთ საზოგადოებაში ის საგანძური, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ახლა როცა კაცი მადლიანია, რამდენი საქმის კეთება შეუძლია და გეტყვი რას. თელავში იყო ანდროს იმაშვილი, ჩემი მასწავლებელიც და იშვიათი კაცი, აი სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი იმის გაზრდილია ბიზნესშვილებიც, ვასოც და სიკეთის გამრავლება როგორ ხდება ნახე. გიორგი ალაგის. თვით ნასწავლი ვარ, 3 წელია რაც უკრავდა, ჩემთვის სიმღერა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. წარმატებები. ამ პროექტში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობები და მაინტერესებს როგორ გამომივა ხალხური სიმღერა. ანუ ასე ვთქვათ, ახალი გამოწვევა მინდა მივიღო ცხოვრებისგან. მოკლედ იმდენი ხალხი მოვიდა, იმდენი მონაწილე მოვიდა კახეთში, რომ დაგვაღამდა ხალხო და ეხლა მოგვიწია განათებების დაყენება, გადავდივართ ღამის რეჟიმზე, ეგრეთ წოდებულზე და კიდე ყავს მონაწილეები, რომელიც ემზადებიან და კიდე ჩააგერა ამ რიგი დგას, ასე რომ დაცემამდე ვმუშაობ, დაღამებამდე და გათენებამდე. არ გავჩერდებით ტრის ჯინაზე. ასე იციან კახეთში. თვალს რადმარიდებ რადარ მოიხდენ ღვინოსა ამას ვინადრებ ამაზო შენს კერძე და მაძინოსა ისეთ სიმღერას გიმღერებ თვალს რამლი მოედინოსა ამზის ჩასვლაზე კიდე ამბესი რატო ინერვი აღარატო ისე სახეთ უყურებ ინერვიულობ რა იქ და ეს დამთავრება კარგია ბრავო გამარჯობა. ანსამბლენსელი. მოცა პავლიაშვილი. ანსამბლენსელი ყვალის რაიონის სოფელი ენისლიდან ჩვენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ნაცეკვი გვაქვს და ასევე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასული ვართ და ჩვენ გვინდა რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყოს და ქართულმა კულტურამ ყოველთვის იარსებოს. ახურია? ოღონდ ნუ სასცენო ვარიანტი. სასცენო ვარიანტია ხო?
ცეკვას რა ძალა აქვს მან რა ამ ფლატაში არაფერი δεν ყოფილა ამოდი გამარჯობა 10 ცეცხლი დაანთოთ აი კოტე ხო? და სახელი გავიგო ერთი ჩემი სურვილი გაგანდოთ და თქვენ ქორეოგრაფსაც მინდა რომ იგივე სურვილი გავანდო თუ შეიძლება მომბძანდით ჩვენთან მომბძანდით ძალიან კარგი გოგო ბიჭები ყავთ წარმატებებს გისურვებთ იცით რა მინდა რომ გთხოვოთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში და ზოგადად იმისთვის შეიქმნა ეს პროექტი რომ რაც შეიძლება მეტი ფოლკლორული ნიმუში ამოვიდეს ზევით და წარმოჩინდეს უფრო ფართო მასების წინაშე და თუ სადმე მოიძიებთ თქვენი კუთხის ცეკვას დაამუშავებთ, გააკეთებთ თუნდაც სასცენო ვარიანტს მისას, რისი საფუძველიც, რისი ძირიც, ფსკერიც იქნება თქვენი კუთხის ფოლკლორული ცეკვა, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით, იმიტომ რომ არ დაიკარგოს, თუნდაც ის მწირე ნიმუშები, რაც არის თქვენს რეგიონში, არ გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, სიმღერისგან განსხვავებით, ხო, აღმოსავლეთის ქორეოგრაფიული ნიმუშები არ არის იმდენი, ასე ვთქვათ და თუ რამეს მოიძიებთ და ამ მიმართულებით იმუშავებთ, ძალიან ფასდაუდებელ საქმეს გაუწევთ თქვენ კუთხეს პირველ რიგში. ყველანაირად, მადლობა თქვენ. კარგები ხართ და გისურვებთ წარმატებას, გიყვარდეთ ცეკვა, იცეკვეთ რაც შეიძლება მეტი და გადით საზღვარგარეთ, გააცანით ჩვენი ხელოვნება ქართველებსაც და უცხოელებსაც. მაყოფილები ხართ? თქვენც? შენც? ლავაზების უყველა არჩეულები, მადლობა. მოკლედ ცეკვების დაიწყო, დაღამდა, მაგრამ არ ვჩერდებით. გამარჯობა. სახელი როგორი? ჩვენ ვართ მარიამები. მე ვარ მარიამ მელიქიშვილი 13 წლის, მე ვარ მარიამ გორელიშვილი 13 წლის. ჩვენ ვართ ორივე თელავიდან და ჩვენ იმიტომ მოვედით აქ, რომ არასოდეს არ გადაგვიღია გადაუღივართ რომელიმე არხს და ძალიან გვინდა რომ კარგად ვიცეკოთ და კარგად გამოვიდეს სცენაზე. ჯეირანი საავტოროა? ნინო რამიშვილი. ნინოსია ხო? ანუ იმიტომ ამბობენ რომ ნინოსთან ასოცირდება ყველაზე მძაფრად, ხო? აი ეს რისი მაჩვენებელია. ჯეირანი საერთოდ ხო იცით რაც არის ცხოველი. ეს მის პლასტიკაა გადმოტანილი ცეკვაში. ძველ თბილისში ნუ ეს სპარსული გავლენა რაც იყო მაშინ ძველ თბილისში და ხელოვნებაშიც რა თქმა უნდა იყო, აი მაშინ მოიკიდა ამ ნიმუშებმა ფეხი. შერას თქვი ცეკვაზე და გეთანხმები რომ ეგრეა. სიმღერაში რატო ახდება ეგრე? რა, საავტოროა? არა, აი სიმღერაში არის ეგ პრობლემა, რომ თბილისიდან მოაქვთ მანერა და სოფელში. ეხლა იყო, მაგრამ დაძლია ეს. აი ახლა ეს 15 წლის წინ. დაასრულდა რა, ეს უგრძელესი დღე იყო. მაგრამ ძალიან დასიამოვნები ვარ ყველანი. ბარათიანი კახელებს ხო, ასეთი ნახე დაღამდა, დილით დავიწყეთ, ღამე დამთავრდა. ნუ ამდენი ცეკვა, ამდენი სიმღერა. ბოლო-ბოლო თამარსაც მოუწია დღეს აქტიურად უფრო საქმეში ჩართვა, მე სიმღერაში ძიმდეს აქტიურობ, ბოლოს მე მგონი. ო, მაგრამ ცეკვა ისე გაუშალია ხალხს, ისე საუკეთესო ექსპერტია. რო გული მწყდება იმაზე, რომ ფოლკლორულ ნიმუშებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ხო, მაგრამ დასაწყისია ეს და მე ალბათ ნელა-ნელა. არა, ტენდენციაა ზოგადად ასეთი და არ არის ეს კარგი. და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. დავქნათ ჩვენ. მუნიციპალურ გუნდებს უნდა კონდეს დავალება, რომ ხალხურის ცეკვის გუნდებს თაქვანას, მაგრამ არის თუ არა ის სად უნდა მოიძიონ ეს? კი. უნდა იარონ სოფლებში. არქივებიც არის, სოფლებშიც არის. არქივები ერთი ნუ აღმოსავლეთში ცოტა მრავალფეროვნება ნაკლებია ამ მხრივ. უიტყვი ეს მე ვატყობ აქ რაღაც მაინც რაღაცის გაკეთება შეიძლება და მოდი ახლა სიმღერებზეც გადავიდე. სიმღერებზე იყო საოცარი. ძალიან საინტერესო ანსამბლები იყო, შესანიშნავი შესრულება კახური სიმღერებისა. საოცარი ძალიან იყო. თითოეული მონაწილე იყო ცალკე სოლისტი. კახეთში მგონია რომ ხალხურ სიმღერას არაფერი უშავს და არაფერი უჭირს ახლა. არაფერი უჭირს. არც ემუქრება. არც ემუქრება, იმიტომ რომ ეს არის ახლა პოზიცია, სადაც ახალგაზრდები უკვე გასწავლულები ჩამოვიდნენ კახეთში და დაიწყეს თავიანთ სოფლებში, რაიონებში
იმ გუნდების აღდგენა რაც იყო და რაც აქამდე არ იყო ესე ძალიან პოპულარული და დღეს უკვე მარტივად ახალგაზრდები არჩევენ ამას. ძალიან საინტერესოა. ერთი სიმღერის რამდენი ვერსია მოვისმინეთ. რამდენი ჩაყოლო მოვისმინეთ. რამდენი ბოდიში და ახალი წელი მეგონა უკვე, მაგრამ ნუ არა უშავს. ახალი წელი არ არის. ხო, არა, ზაფხული როა. ეს ხარამები გაახსენდა იმ ახალ წელზე კიდე. ხო, მე საცივი უნდა. საცივი უნდა. კაი, დიდი მადლობა ყველას თქვენ. მადლობა კახეთს, რომ კახეთს თელავს რჩება ისე აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრი. შევიცი მადლობა მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ ექსპედიციაში. ხალხო, რა არის შემოქმედების მთავარი დანიშნულება? რა? რომ ყველა იყოს კმაყოფილი. კი ბატონო. აი ყველა არის კმაყოფილი. შატყილა არ გაიღიმა. ამორიცხვა. ვიდუძა, მადლობა თქვი აფხაზურად. აი, ხალხო, დაუმარ! დაუმარ! არ გაიქცეთ. ხარიც ამოვარდა ხალხო. წვიმა, ხარი, დელგმა და ხალხი შეფენილია. ერისთავის სახელობის თეატრის თაღების ქვეშ. ვაიმე! არაერთ ადამიანს ულამაზებთ კიდევ ცხოვრებას თქვენი შემოქმედების წარმოჩენით. ამ წვიმაში მარტო მე დავდივარ წინ და უკან, ყველა კარავშია რა. არა მაგარია. გორი ზანზარებს შეიძლება ითქვას. მე მგონი რომ ეს ხო ის შემთხვევა, სადაც ეს მთელი ხელოვნება სცენამ ვერ დაიტია. ეს სიმღერა წვიმას შეურჩია თუ ისაც აღასაპირებდი, იმიტომ რომ მაგრამ მოუხდა წვიმა. ისედაც ვაპირებდი იქ მანდა გადაწყვეტი. ვორე რაიდა რე როშა რეზუმე იყო ბრწყინვალე, ერთ-ერთი საუკეთესო ასკი ჩაგვიწერია. არა, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი.